$1 ოფიციალური ღირებულება 2 ლარი და 87 თეთრი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად 28 იანვრის ვაჭრობის შედეგად $1 ღირებულება 2.87 მიასედი ლარია. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.88 მიასედი ლარი იყო, შესაბამისად დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.42 მიათასედი თეთრი შეადგინა. შესაბამისად ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით გამყარდა. რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3 ლარია, მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.2 მიასედი ლარი იყო, შესაბამისად ევროს ცვლილებამ 0.2 მიასედი ლარი შეადგინა. მიუხედავად იმისა, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში რეფინანსირების განაკვეთი არ გაზრდილა და პირიქით, ბოლო 1 წელში მონეტარული პოლიტიკა 1%-ული პუნქტითაა შერბილებული, ლარში გაცემული სესხები გაძვირებულია. დეკემბერში იპოთეკური კრედიტების განაკვეთმა ეროვნულ ვალუტაში საშუალოდ 12.6% შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 1.3%-ული პუნქტითაა გაზრდილი. გაძვირებულია სამომხმარებლო სესხებიც და მათზე საშუალო განაკვეთი 2024 წლის დეკემბრის მდგომარეობით 18.1% შეადგენდა. როგორც საბანკო ასოციაციაში აცხადებენ, სესხების გაძვირების ერთ-ერთი მთავარი მიზეზი რიგი მიმართულებით გაზრდილი ხარჯებია. მათ შორის ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც გასული წლის ბოლოს ბანკებისთვის უცხოური ვალუტის სარეზერვო მოთხოვნები გაიზარდა. ასოციაციაში ამბობენ, რომ ბაზარზე გავლენა აქვს ასევე ტენდენციას, როდესაც ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი მოცულობით დეპოზიტები ეროვნული ვალუტიდან უცხოურ ვალუტაში გადაკონვერტირდა. გარკვეულწილად ბაზარზე შეიმჩნევა დეპოზიტების გადადინება ლარიდან დოლარში. ამან რა თქმა უნდა გარკვეულწილად გაზარდა მოთხოვნა დოლართან მიმართებაში, რაზეც ეროვნულ ბანკმა იგივე მკისიერი რეაგირება მოახდინა და გაზარდა მოზრდილ სახსრებზე რეზერვების მაჩვენებელი. ამან თავის მხრივ გარკვეული დეფიციტი შექმნა საბანკო საშუალებებზე. საბანკო სისტემა ყოველთვის მოხარული იქნება, რაც მეტი იაფი რესურსი ექნება მას, იმიტომ რომ უფრო მეტი აქტიურობის საშუალება მიეცემა. საპროცენტო განაკვეთი შედგება ბევრი რისკისგან რა და აი ეს რისკები, რომლებიც ბაზარმა დაინახა, ეს რისკები უკვე ჩადებული იყო ამ განაკვეთებში და მაგან გამოიწვია, ასე ვთქვათ, გარკვეულწილად მცირედით გაზრდა განაკვეთების. ფინანსისტების ნაწილი კი აცხადებს, რომ საბანკო სექტორის მხრიდან ლარში გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები მოლოდინების, მათ შორის ინფლაციური მოლოდინების გაუარესებას უკავშირდება, რის გამოც გაზრდილი რისკების დაკომპენსირებას კომერციული ბანკები სწორედ გაზრდილი საპროცენტო განაკვეთებით ცდილობენ, თუმცა მათი ნაწილის შეფასებით, მიუხედავად გაზრდილი რისკებისა, მოლოდინია, რომ მომდევნო კომიტეტის ხდომაზე სები რეფინანსირების განაკვეთს კვლავ უცვლელად დატოვებს. ეს შეიძლება იყოს რისკის საქმის და ინფლაციის მოლოდინების გამწვავება, რომლისგანაც საკომპენსაციოდ ბანკებს სჭირდებათ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთი. მათ მიაჩნიათ, რომ უფრო მაღალი საპროცენტო განაკვეთით უნდა გაასესხონ იპოთეკური სესხები, იმისთვის რომ კომპენსირებულები იყვნენ, მოსალოდნენ ინფლაციის შემთხვევაში და ეს მოლოდინები ინფლაციის მიხედვით, რომ მიმდინარე ინფლაცია შედარებით დაბალია, მაგრამ ინფლაციის მოლოდინები აშკარად არის. ჩემსადაც დატოვებენ რეფინანსირების განაკვეთს, იმიტომ რომ მოლოდინები შეიძლება იყოს ინფლაციის ზრდის, მაგრამ ჯერჯერობით ინდიკატორები რაც ჩვენს ინფლაცია შედარებით დაბალია. ამიტომ არ მგონია, რომ ამ მომენტში ინფლაციით ისე შეშფოთებული იყოს ეროვნული ბანკი, როგორც გაზარდოს საპროცენტო განაკვეთი. რატომ მისდება საპროცენტო განაკვეთი? უპირველეს ყოვლისა, იმიტომ რომ მისდება რისკები. დღეს ქვეყანა არის არასტაბილურ მდგომარეობაში, ბიზნეს რისკები არის გაზრდილი. სავარაუდოდ წლის განმავლობაში გაუცვლელი კურსი გაუფასურდება, სავარაუდოდ გაიზრდება ინფლაცია. აი ეს ფაქტორები საბოლოო ჯამში აისახება იმაზე, თუ როგორი დინამიკა აქვს ზრდის თუ კლების საპროცენტო განაკვეთს. გაზრდილი არის იპოთეკური სესხების საპროცენტო განაკვეთი, მე ვარაუდობ, რომ ის კიდევ უფრო გაიზრდება.
კიდევ ერთი ტენდენცია, რაც ბოლო პერიოდში საბანკო სექტორში შეიმჩნევა, გასული წლის ბოლოს ახლად გაცემული იპოთეკური სესხების მოცულობის შემცირება. 2024 წლის დეკემბერში კომერციულმა ბანკებმა ფიზიკურ პირებზე სულ 360 მილიონი ლარის იპოთეკური სესხები გასცეს. სესხების ეს მოცულობა წინა თვესთან შედარებით 7%-ით ნაკლებია, ხოლო წლიურ ჭრილში 14%-ით არის შემცირებული. როგორც ეკონომისტები განმარტავენ, მიზეზი პოლიტიკური არასტაბილურობის ფონზე, უძრავი ქონების ბაზარზე შემცირებული აქტივობა, რის გამოც მომხმარებლები ახალი ბინის ყიდვას და შესაბამისად იპოთეკური სესხების აღებას ერიდებიან. ეს შეიძლება იპოთეკური სესხების შემცირება დაუკავშიროთ პოლიტიკურ პროცესს. პოსტსაარჩევნო პერიოდის პოლიტიკური პროცესი რომ დავარქვათ, პოსტსაარჩევნო პერიოდში ჩვენ ვხედავთ პოლიტიკურ კრიზისს, რაც იწვევს პოლიტიკურ არასტაბილურობას და ზოგადად განუსაზღვრელობას. და ეს ბუნებრივია ჩვენთან ბინის ყიდვის ძირითადი მნიშვნელოვანი რესურსი არის საბანკო იპოთეკა და აისახებოდა იპოთეკით დაკრედიტების ან იპოთეკის შემცირებაშიც. ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის ბოლო 5 ხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი უცვლოდ 8%-ზე შეინარჩუნა. თუმცა, ბოლო განმარტებებში მარეგულირებელი მიუთითებდა, რომ გარე და შიდა ფაქტორების არასტაბილურობის ფონზე ინფლაციური მოლოდინები გაზრდილია. მორიგის ხდომა სეფში 29 იანვარსაა ჩანიშნული. ეროვნულ ბანკში აცხადებენ, რომ საქართველოში ხაზინების მართვის ერთიანი პლატფორმის დანერგვა გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარებას ხელს შეუწყობს. როგორც მარეგულირებელში განმარტავენ, კომერციულ ბანკებში ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის დანერგვა ბაზარზე გარიგებების მოცულობას გაზრდის და გაამარტივებს, რამაც საბოლოოდ ინვესტორებისთვის და ბიზნესისთვის სხვადასხვა სავაჭრო ინსტრუმენტები, მათ შორის სავალუტო ჰეჯირების მექანიზმები უნდა გააიაფოს. სეფში აცხადებენ, რომ საწყის ეტაპზე ხაზინების მართვის ერთიან სისტემაში 6 ბანკი იქნება ჩართული, ხოლო პლატფორმის გაშვება დაახლოებით წელიწად ნახევარში იგეგმება. პროექტის განხორციელებაში ჩართულები არიან ასევე ხაზინების ასოციაცია და საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციები. თვალისწინებს ამ იურექსის ერთ-ერთი წამყვანი მსოფლიოს წამყვანი ხაზინების მართვის სისტემის დანერგვა საქართველოს წამყვან 6 ბანკში და საბოლოო შედეგი უნდა მივიღოთ ჩვენ გრძელვადაში კაპიტალის ბაზრის განვითარება, რაც გამოიხატება ჰეჯირების ინსტრუმენტების გაიაფებაში, კონკრეტულად წარმოებულ ინსტრუმენტებზე მაქვს საუბარი, ეს იქნება სვაპები, ეს იქნება საფუძვლო განაკვეთის თუ სავალუტო სვაპები, ასევე ფორვარდები და ასე შემდეგ. ანუ ასეთი კომპლექსური სისტემის გარეშე შეუძლებელია ფაქტიურად რისკების მართვა და ეფექტურობის ამაღლება. ვინაიდან საუბარი არის დიდი მოცულობის გარიგებებზე, გარდა ამისა, თვითონ თავად ეს კომპლექსური ინსტრუმენტები რისკების მხრივ საკმაოდ რთული სამართავია, შესაბამისად მოითხოვს ეს წამყვან და კარგი მაღალი ხარისხის სისტემის არსებობას. წამყვანი განვითარებული ქვეყნების ფინანსური ინსტიტუტები ამგვარ სისტემებს ამუშავებენ და იყენებენ. ჩვენი ბაზარი უკვე საჭიროებს ასეთ სისტემაზე გადასვლას. ასევე ვინაიდან ყველა ოპერაციებს მოიცავს არა მხოლოდ ვაჭრობის ნაწილს, არამედ მოიცავს რისკის მართვის ნაწილსაც და უკვე საოპერაციო მთლიან ნაწილსაც უკეთესად ხდება მენეჯმენტი ყველა ამ ტრანზაქციის, რისკის მხრივ უფრო დაცულია ეს ტრანზაქციები და ხარჯთეფექტურიც არის, ასე რომ ვთქვათ, იმიტომ რომ სპრედები ასეთი ავტომატიზირებული სისტემების შედეგად, ვინაიდან ბანკები უფრო შესაძლებლობა ეძლევათ, რომ შეაფასონ რისკები, მოხდება ნაკლებად ამ რისკის საბოლოო მომხმარებელზე გადალოცვა. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა იშბანკი საქართველოს 25000 ლარი დააჯარიმა სების ვებგვერდზე 27 იანვარს გამოქვეყნებული ინფორმაციით. ბანკის დაჯარიმების მიზეზი შემოწმების პროცესში მოთხოვნილი ინფორმაციის დოკუმენტაციის არასწორად წარდგენის 5 შემთხვევა გახდა. აღსანიშნავია, რომ წელს ეს სების მიერ ბანკის დაჯარიმების მესამე შემთხვევა, აქამდე დაჯარიმდნენ პეისერა ბანკი და ზირაათ ბანკი ზედამხედველობის ფარგლებში 2024 წელს 2 ბანკის მიმართ გამოიწერა ჯარიმა. შესაბამისად წელს მხოლოდ იანვარში მეტ კომერციულ ბანკს დაეკისრა სანქცია, ვიდრე გასულ წელს ჯამურად. დღეს ჩვენ ხელი მოვაწერეთ მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს უპრეცედენტო ინვესტიციის განხორციელებას ჩვენს ქვეყანაში. ეს არის 6 მილიარდი დოლარის მოცულობის ინვესტიცია.
კიდევ ერთი მასშტაბური დაპირება ქართული ოცნებისგან. აბუ-დაბიში ჩასული ირაკლი კობახიძე ირწმუნება, რომ MR ჯგუფი საქართველოში მსხვილი ინვესტიციით შემოვა. ოცნების პრემიერისგან მხოლოდ ის გავიგეთ, რომ საუბარია მულტიფუნქციურ დეველოპერულ პროექტებზე თბილისსა და გონიოში. განხორციელდება ძალიან საინტერესო პროექტი, ეს არის მულტიფუნქციური დეველოპერული პროექტი, განვითარდება მულტიფუნქციური ინფრასტრუქტურა, ერთი მხრივ თბილისში, მეორე მხრივ ბათუმში, გონიოში. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებას. მოგვიანებით კობახიძესთან ერთად მყოფ ჟურნალისტებთან MR ჯგუფის დამფუძნებელმა და მმართველმა დირექტორმა განაცხადა, რომ მათთვის ამ პროექტში მონაწილეობა ნიშნავს მათი ცოდნის გაზიარებას, ინვესტიციის შესრულებას და კაპიტალ დაბანდებას ბათუმსა და თბილისში. დეტალები არც მოჰამედ ალი რაშედ ალაბარს უთხოვს. მთელი ცხოვრება ამას ვაკეთებთ და მხოლოდ მასშტაბურ პროექტებს ვახორციელებთ. დიდ ურბანულ განაშენიანებას ვაკეთებთ. საცხოვრებელ კომპლექსებს, ვილებს, გზებს, ლანდშაფტებს, ხეებითა და ყვავილებით დამშვენებულ ტერიტორიებს, სასტუმროებს, სავაჭრო ცენტრებს, რესტორნებს, ბავშვთა სათამაშო სივრცეებს, ველობირიკებს, სარბემილიკებს, სპორტულ დარბაზებს, სპა ცენტრებს, ყველაფერს ვაშენებთ. ამდენად მსგავს პროექტში მონაწილეობის მიღება სასიხარულოა. განსაკუთრებით მახარებს ის ენერგეტიკა, რასაც საქართველოში ვგრძნობ, ეკონომიკური სტაბილურობა და ჩვენთვის ყველასთვის ასე კარგად ცნობილი ეკონომიკური ზრდა. მეტი დეტალით, თუმცა არასრულად ინფორმაცია გაავრცელა არაბთა გაერთიანებული საამიროების ბიზნეს სიახლეების პლატფორმამ. მასში აღნიშნულია, რომ საქართველოში ინვესტიციას MR-ის შვილობილი კომპანია Eagle Hills-ი ჩადებს. გამოცემის თანახმად ერთ-ერთი პროექტი თბილისში კრწანისის პარკია, რომელიც 590 ჰექტარზე განთავსდება და შერეული სარგებლობის პროექტი იქნება, საცხოვრებელი და სასალო ფართებით. ხოლო ბათუმში გონიო მარინას პროექტი ზღვისპირა ზოლში 260 ჰექტარზე განთავსდება და ბრენდირებულ რეზიდენციებს, სასტუმროებს, პარკებს მოიცავს. BMG-ს კომპანიაში უთხრეს, რომ პროექტი ჯერ არ დაწყებულა და დეტალებზე არ საუბრობენ. როდესაც ამხელა ხელშეკრულებას თუ მემორანდუმს ეწერება ხელი და ამხელა განცხადებას აკეთებს საქართველოს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება, მას უნდა კონდეს პასუხისმგებლობა მოქალაქეებს შეატყობინოს რა იგეგმება. ესა პირდაპირ იცით რა არის, მე რაღაცას ვაშენებ და რაღაცას დაგაშენებთ თავზე პირდაპირ გაგებით. ეს არ არის სწორი დამოკიდებულება თუნდაც მოქალაქეების მიმართ, თუნდაც ქვეყნის მიმართ. როდესაც ჩემ ფიქრობ, ვთქვათ, მდგრად განვითარებაზე ან ქვეყნის განვითარებაზე, პირველ რიგში ის უნდა გამოაცხადო, რაღაცა ფული შემოდის, ეს განცხადება კი არა, რა კეთდება. 6 მილიარდი დოლარი, რომლის ინვესტიციასაც ქართული ოცნება გვპირდება საქართველოს 2023 წლის ეკონომიკის მეხუთედია. შესაბამისად ჩნდება კითხვა, რამდენად რეალურია მსგავსი მასშტაბის ინვესტიციის მოზიდვა. ამასთან ექსპერტებისთვის გაუგებარია ისიც, თანხა რა პერიოდულობით დაიხარჯება. მათი ნაწილი არ გამორიცხავს, რომ ქართულმა ოცნებამ, რომელიც მემორანდუმის ტექსტს არ ავწერებს, საზოგადოებას მორიგი პიარსვლა შესთავაზა. მოვლენად შექმნილია რაღაცა განზრახულობა და ოქმის ხელმოწერა თავისთავად. ეს თავისთავად არაფერს არ ნიშნავს. დარწმუნებული რომ რაღაც აუცილებელ ვალდებულებებს MR-ის მხარეზე არ გულისხმობს. თავისთავად ეხლა ვიღაც მთავრობის წარმომადგენლები რო ჩამოდიან და გეუბნებიან რომ თუ ჩადებთ ფულს საქართველოში, რატომ უნდა თქვა უარი? კი ბატონო, შემოვლებით ჩავდე ფულს. ციფრი გინდა, ციფრსაც დავწერ. კითხვა ისმის, რამდენი ხნის განმავლობაში? თუ რაღაცა 60 წლის განმავლობაში 6 მილიარდი ეს არაფერს არ შეცვლის, ხო? თუ 2 წელიწადში ხდება 6 მილიარდი, ეს ამადამის რეალისტური არ არის. საქართველოს საამიროელი ინვესტორებისთვის მიმზიდველი ახლა არ გამხდარა. ამ ქვეყნიდან ინვესტიციები იდება 1997 წლიდან, თუმცა ყოფილა შემთხვევები, რომ საინვესტიციო პროექტები მხოლოდ დაპირებად დარჩენილა. დღეისათვის საამიროებიდან შემოსული ინვესტიციები ჩადებულია სასტუმროებში ბილტმორსა და შერატონ მეტეხი პალასში, ასევე ტერაბანკში და მათთან არის დაკავშირებული კარფურის ფრენჩიზიც. დარწმუნებული ვარ, რომ მრავალ ქვეყანასთან ასეთი ტიპის მემორანდუმები ფორმდება, ზოგი რეალიზდება, ზოგი არ რეალიზდება, მაგრამ საქართველოში ამ მსხვილი მასშტაბის ინვესტიციის რეალიზების შანსს მე ძალიან დაბალად შევაფასებ. მე გამახსენდა 10 წლის წინანდელი ისტორია, როცა საუბარი იყო ეგრეთ წოდებული ხრუშჩოვკების ჩანაცვლებაზე და იქ დაპირება იყო 600 მილიონის ინვესტირებაზე, რა მივიღეთ არაფერი. ერთი არის, რას გვეუბნებიან ეს ინვესტორები პოტენციური, მეორე არის, რას ვიღებთ რეალობაში. არაბების
ინვესტიციების ისტორია კონკრეტულად, ვეუბნება, რომ განცხადებასა და რეალობის შორის ხშირად არის განსხვავებები. 1997 წლიდან დღემდე არაბთა გაერთიანებული საამიროების ინვესტორებს საქართველოში 2 მილიარდ 200 მილიონი დოლარი აქვს ჩადებული. პიკური ინვესტიციები 2017 წელს დაფიქსირდა. 2024 წელს წინასწარი მონაცემები 9 თვეში არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ინვესტიციები მხოლოდ 4 მილიონი დოლარი იყო. ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა, თუმცა საკონტეინერო ტვირთი შეუმცირდა. ნავსადგურის სტატისტიკით 2024 წელს ბათუმის საზღვაო პორტი 3.6 მილიონ ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პორტი მოემსახურა 1.8 მილიონ ტონა ნავთობს და ნავთობპროდუქტებს, რაც 2023 წელთან შედარებით 12.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 1.8 მილიონი ტონა საბორნე ტვირთია, აქ ზრდა 5.9%-ია. 16.3%-ით შემცირდა პორტში გადამუშავებული კონტეინერები, რამაც 91,200 ერთეული შეადგინა. მთლიანობაში პორტმა 552 გემი მიიღო, 41 გემით ნაკლები 2023 წელთან შედარებით. სახელმწიფომ ვანის მუნიციპალიტეტში 2060 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 49 წლის ვადით კომპანია კურორტ საირმეს გადასცა. მთავრობის 2025 წლის 20 იანვრის განკარგულების მიხედვით კომპანიამ ყოველწლიურად საიჯარო ქირის სახით 1000 ლარი უნდა გადაიხადოს. დოკუმენტის მიხედვით სახელმწიფო კურორტ საირმეს ვანში არსებულ მიწის ნაკვეთს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არის, გარკვეული ვალდებულებით გადასცემს, რაც გაზაფხულზე გამოცემული მთავრობის განკარგულებაშია გაწერილი. კონკრეტულად კი მთავრობის 2024 წლის 24 აპრილის განკარგულებით საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით 8 წლის განმავლობაში კომპანიამ 750 ნომრიანი სასტუმრო უნდა აშენოს, ასევე განავითაროს სარეკრეაციო სივრცე, მოაწყოს სათხილამურო ტრასები და ტერასები. ასევე კომპანია მომდევნო 8 წლის განმავლობაში უნდა დაასაქმოს მინიმუმ 100 ადამიანი არანაკლებ 2 წლის ვადით. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო. ასე აფასებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოს დიპლომატიურ პასპორტებზე უვიზო მიმოსვლის შეჩერებას ეხება. ჰერჩინსკის თქმით, ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას, მოუწევს ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური ან მსახურეობრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ. პაվել ჰერჩინსკი ამბობს, რომ ევროკავშირის მიზანი არა ქართველი ხალხის, არამედ იმ პირების დასჯა იყო, ვინც პასუხისმგებელია რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც რამდენიმე თვეა მიმდინარეობს, არ შეიძლებოდა ჩვენი მხრიდან რეაქციის გარეშე დარჩენილიყო. გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება შეზღუდვები დაუწესოს საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს, ასე რომ ვინც წარმოადგენს ხელისუფლებას, მოუწევს ვიზაზე განაცხადის შეტანა იმ შემთხვევაში, თუ ისინი ევროკავშირის ტერიტორიაზე დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების გამოყენებით იმოგზაურებენ. როგორც ვთქვით, ჩვენი მიზანი არ არის ქართველი ხალხის დასჯა, რომელიც დგას ქუჩაში და ითხოვს დემოკრატიულ ევროპულ საქართველოს. ჩვენი მიზანი იყო დაგვესაჯა ისინი, ვინც პასუხისმგებელი არიან რეპრესიებზე, დაშინების ფაქტებზე, მიმდინარე ძალადობაზე. სწორედ ამიტომ მივახციეთ გადაწყვეტილებას, რომ დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებს მოუწიოთ ვიზაზე განაცხადის შეტანა ევროკავშირში მოგზაურობისას. ვისელ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე რადიო თავისუფლების ინფორმაციაზე, რომელიც შესაძლო დასანქცირებას ეხება, პირველ კომენტარს აკეთებს. ბიზნესმენი BMG-დან აცხადებს, რომ ეს არის სრულიად უსამართლო და არაობიექტური დამოკიდებულება ჯგუფის მიმართ. მისი შეფასებით, პირველი დღიდან კომპანია ეწევა ბიზნეს საქმიანობას, რომელიც არის დასავლური ღირებულებების შესაბამისი. ფხაკაძის განცხადებით, ვისელ ჯგუფი არ აფინანსებდა არც ერთ ხელისუფლებას და ყოველთვის იყო პოლიტიკურად ნეიტრალური. მისი შეფასებით, კომპანია ყოველთვის იყო საქართველოს მხარეს და ასე იქნება მომავალშიც. როგორც ცნობილია, რადიო თავისუფლების წყაროს ინფორმაციით, შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს წერილი, სადაც მას ქართული ოცნების ავტორიტარული მმართველობის არჩევნების გაყალბების და ჩინეთის, რუსეთისა და ირანის აგრესიის ღერძებისკენ საქართველოს გადახრის შესახებ და ქართველი მაღალჩინოსნების და ბიზნესმენების დასანქცირებას თხოვდნენ. ეს ჰიპოთეტურ დონეზეც კი სრულიად უსამართლო და არაობიექტურია ჩვენი ჯგუფის მიმართ და ეს ყველამ კარგად იცის. მათ შორის იმ ადამიანებმაც, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში. მეორე, პირველი დღიდან ბიზნეს საქმიანობას ვეწევით დასავლური ღირებულებებისა და ასეულობების შესაბამისად და ამასაც ყველა გრძნობს და იცის, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ჩვენს ჯგუფში შემავალ რომელიმე კომპანიასთან.
მესამე, არც ერთ ხელისუფლებას არ ვაფინანსებდით როდესმე და ესეც ყველამ კარგად იცის. მეოთხე, ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიკურად ნეიტრალური და ყოველთვის ვართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარეს და ეს ასე იქნება მომავალშიც. ამასთან, ვართ მსხვილი ბიზნესი და ბუნებრივია ყოველთვის გვქონდა და მომავალშიც გვექნება ნორმალური ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ეს მთელ მსოფლიოში ყველასათვის მარტივად გასაგები მოცემულობაა. მეხუთე, 1998 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატებია სწორედ ის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო კავშირები მაქვს. ამას გარდა, წლების მანძილზე მუშაობდი ამ თემაზე და დღეს საქართველოში წარმოადგენთ სამ ძალიან ცნობილ, ძალიან წარმატებულ ამერიკულ ბრენდს Wendy's, Dunkin-სა და Subway-ს. როგორც აღვნიშნე, ამ ყველაფრის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაქვს მჭიდრო ყოველკვირეული კავშირი და ესეც ყველა მიცის, ვინც მიცნობს. ვინც არ მიცნობს, გამიცნობს და მიხვდება. და ბოლოს, ბუნებრივია ჩვენ მარტივად შევძლებთ დავიცვათ და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე ნებისმიერ დონეზე აღნიშნული საჭიროების შემთხვევაში. საქართველოში ქართული ოცნების საპატიო თავმჯდომარესთან დაკავშირებული კიდევ ერთი კომპანია დარეგისტრირდა 100 მილიონი ლარის ნებადართული კაპიტალით 27 იანვარს სამეწარმეო რეესტრში სააქციო საზოგადოება GCF საქართველო დარეგისტრირდა. კომპანიის განთავსებული კაპიტალი 100,000 ლარია, განაღდებული 25,000 ლარი. კომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ბიძინა ივანიშვილის მეუღლე ეკატერინე ხვედელიძეა. ამ ეტაპზე სააქციო საზოგადოებას სამკაციანი სამართლოყურო საბჭო ყავს: ივანე ხვედელიძე, ირინე კინკლაძე, გელა კობერიძე. კომპანიის დირექტორად კი დავით გალუაშვილი დაინიშნა. ის საქართველოს თანაინვესტირების ფონდის აღმასრულებელი დირექტორიც არის 2024 წლის ივლისიდან. მანამდე წლების განმავლობაში ბანკ ქართულში მუშაობდა. ამ დრომდე ივანიშვილი საქართველოში ფლობდა GCF პარტნიორებს და GCF Holding Georgias. ამ უკანასკნელის 100%-ს თავის მხრივ პანამაში რეგისტრირებული Frankston International ფლობს. ამ ორივე კომპანიასთან იყო დაკავშირებული თანაინვესტირების ფონდი, რომელიც ივანიშვილმა ჯერ კიდევ 2013 წელს დააფუძნა სხვადასხვა სექტორში ინვესტირებისთვის. კიდევ ერთი ახალი კომპანიის დაფუძნება კი სავარაუდოდ ბიძინა ივანიშვილის მიერ ოფშორული ზონებიდან აქტივების გადმოტანასთან არის კავშირში. ბიძინა ივანიშვილი ოფშორული კომპანიების ნულოვანი საგადასახადო პრივილეგიებით აქტიურად სარგებლობდა, რისთვისაც ის ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე, პანამაში, ბაჰამის კუნძულებზე, კაიმანსა და ბელიზზე ურთიერთდაკავშირებული კომპანიების ქსელს ფლობს. გავრცელებული ინფორმაციით, ბოლო პერიოდში ის აქტიურად ახორციელებს ოფშორული ზონებიდან აქტივების გამოტანას და ამ მიზნით საქართველოში მასთან აფილირებული რამდენიმე ახალი კომპანია დაფუძნდა. სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ანგარიშის მიხედვით 2024 წელს პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების საკითხების შესწავლის შემდეგ ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი 10 შემთხვევაში დაისვა. დოკუმენტის მიხედვით, რომელიც პარლამენტს წარედგინა გასულ წელს რეგულირების სააგენტომ სამედიცინო დაწესებულებებში პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხების შესწავლის მიზნით მეწარმის საქმიანობის შემოწმების მოთხოვნით სასამართლოებს შუამდგომლობით 399 შემთხვევაში მიმართა. ამ 399 საქმიდან პაციენტებისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების საკითხის შესწავლა 48 შემთხვევაში დასრულდა, მათგან დარღვევები არ გამოვლინდა 29 შემთხვევაში. გამოვლენილი დარღვევების გამო სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო პერსონალის მიმართ შედგა ადმინისტრაციული სამართლო დარღვევის ოქმი 8 შემთხვევაში. გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე პროფესიული განვითარების საბჭოზე დაისვა ექიმთა პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხი 10 შემთხვევაში. კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებისთვის გადაეგზავნა საქართველოს პროკურატურას 1 შემთხვევა, 349 შემთხვევაში. კომისიურად სამედიცინო დაწესებულებებში საკითხის შესწავლა დასრულებულია, მიმდინარეობს კლინიკური შეფასებები დარგის სპეციალისტების მიერ. 2 შემთხვევაში გრძელდება ადგილზე კომისიურად შესწავლა აღნიშნული ანგარიში. იმდენი ადამიანი მოდის ვაკანსიის სათხოვნელად უბრალოდ წარმოუდგენელი. რესტორატორმა შოთა ბურჯანაძემ BMG TV-ს გადაცემა საქმიან დილაში საქართველოს შრომითი ბაზრის გამოწვევებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ რამდენიმე წლის წინ საკადრო დეფიციტით სამუშაო ძალის ნაკლებობა იყო, მთავარი პრობლემა ახლა სერიოზული გამოწვევა ის, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ცდილობს სამსახურის მოძიებას. ბურჯანაძის აზრით, სამუშაო ადგილების მაძიებლების ზრდა ქვეყანაში არსებული შრომითი ბაზრის მდგომარეობას ეჭქვეშ აყენებს. მისი თქმით, ეს არის სერიოზული ინდიკატორი იმისა, რომ ქვეყანაში შრომის ბაზარი ძალიან რთულ მდგომარეობაშია და დოულათის შემქმნელი ძალები, რომლებიც სამუშაო ადგილებს ეძებენ, მას შემდეგ რაც ბაზარზე სამსახურს ვერ იშოვიან, შესაძლოა ქვეყანა დატოვა. მე ვარ ადამიანი, რომელიც მოვესწარე საბჭოთა კავშირს, სადაც ასე შეიძლება ითქვას, ბჭყალებში ვამბობ ამას ხმასგადმის, რომ კარგად იყო სიტუაცია რაღაც საზოგადოების ნაწილისთვის. მაგრამ ამ გადასახედან იქ რო თურმე ყველაფერი კი არა, არაფერი კარგად ხო არ ყოფილა. ჩვენ შეიძლება რაღაც სივრცეში შევიდეთ, სადაც მოკლევადიან პერსპექტივაში რაღაც კარგად იგრძნოს ვიღაცამ თავი. მაგრამ ეს არ გრძელვადიან პერსპექტივაში, არც მოკლევადიან პერსპექტივაში, არც
ქვეყნის განვითარებისთვის, მენტალური განვითარებისთვის ეს კარგის მომტანი ვერ იქნება. ვითარება რაც დღეს გვაქვს, სადაც თვით იზოლაციაში ხვდებით და აი თვით იზოლაცია სიტყვას როდესაც ვახდენებ, ჩვენ თვითონ ვაკეთებთ ამას. ვინმე კი არ გვებრძვის. შესაძლოა ენერგეტიკულ ბირჟაზე სავალდებულო მონაწილეობის კომპონენტის გადახედვა მოხდეს. ამის თაობაზე საქმის კურსთან ინტერვიუში საქართველოში ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი აცხადებს. სალომე ჯანელიძის თქმით, ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად იწყება მუშაობა საბალანსო ბაზრის ამოქმედების პრინციპებზე, რომელიც შესაძლოა შეიცვალოს. მისი თქმით, მათი მიზანი არ არის დადგენილი ვადების ცვლილება და მათ აქვთ სურვილი, რომ ბაზრი სრულად გახსნა 2025 წლის 1 ივლისიდან მოხდეს. ჯანელიძე საუბრობს იმ ძირითად პრინციპებზე, რომელიც შესაძლოა ბაზრის სრულად გახსნამდე გადაიხედოს და ასეთია მაგალითად ბირჟაზე ვაჭრობის ვალდებულების კომპონენტის გადახედვა. ჩვენი მიზანი ენერგეტიკული გაერთიანების და ასევე ვფიქრობ, რომ მთავრობის მიზანი და სამინისტროს მიზანი ამ შემთხვევაში არის, რომ ვადა არ გადაიწიოს და 1 ივლისს გაიხსნას საბალანსო ბაზარი, ისე როგორც არის მოაზრებული, თუმცა შესაძლებელია, რომ თვითონ ბაზარზე მონაწილეობის გარკვეული პრინციპები გადაიხედოს. ერთ-ერთი მაგალითი არის ეგრეთ წოდებული სავალდებულო მონაწილეობა ზოგიერთი ტიპის მწარმოებლის მიერ. თქვენ იცით, რომ დღეს დამტკიცებულ კონცეფციაში გათვალისწინებულია, რომ ზოგიერთმა ბაზრის მონაწილეებს სავალდებულოდ უნდა ივაჭროს მხოლოდ და მხოლოდ ბირჟაზე. მაგალითად, ეს ნაწილი შეიძლება გადაიხედოს და გარკვეულ პირებს აღარ გააჩნდეთ ესეთი სავალდებულო ტიპის მონაწილეობა. ასევე არსებობს გარკვეული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხები, რასთან მიმართებითაც შესაძლებელია, რომ სხვადასხვა პირებს ჰქონდეთ მოსაზრება, რომ ეს არ არის საუკეთესო მოდელი საქართველოსთვის და ის სწორედ ამ მიმართულებით ვმუშაობთ, რომ ყველაზე კარგი და ოპტიმალური მოდელი შევიმუშაოთ. ნეტო აღრიცხვის და ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლის დროს, რომელსაც სემეკი გეგმავს, აუცილებელია მიკროსიმძლავრის მქონე ელექტროსადგურებისთვის კონკრეტული მასტიმულირებელი მექანიზმების ამოქმედება მოხდეს, მათ შორის საგადასახადო შეღავათების. ამასთან, როგორც ცნობილია, ნეტო აღრიცხვის და ნეტო დარიცხვის სისტემაზე გადასვლის პროცესში სემეკი მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის ენერგოპროსკსელში დადგმული სიმძლავრის შემცირებაზე მსჯელობს. საუბარია მზის სადგურებზე, რომელთა დასაშვები დადგმული სიმძლავრე დღეს 500 კილოვატ-საათია, შემცირდეს 5-ჯერ 100 კილოვატ-საათამდე. ბიზნესის წარმომადგენლების ნაწილი შესაძლებლობებს არ ეთანხმება და ამბობს, რომ ის მოთხოვნას შეამცირებს და დარგს საინვესტიციოდ ნაკლებად მიმზიდველს გახდის. ენერგეტიკული გაერთიანების ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში სალომე ჯანელიძე აცხადებს, რომ ევროპაში მიკროსიმძლავრის ელექტროსადგურებისთვის დასაშვები დადგმული სიმძლავრის ზღვარი ბევრად დაბალია და ამ მიმართულებით მათი რეკომენდაციაც არის, რომ ქვეყანაში დასაშვები დადგმული სიმძლავრის ზღვარი იყოს 100 კილოვატი-საათი. ზოგადად ევროპული გამოცდილება შემიძლიათ გაგიზიაროთ, რომ მათ შორის ნეტო დარიცხვის შემთხვევაში ძირითადი აქცენტი უნდა იყოს თვითმოხმარებაზე. ანუ მოხმარებელი, რომელიც აწარმოებს, უნდა ცდილობდეს, რომ თვითონ გამოიყენოს ის ელექტროენერგია პირველ რიგში და თუ მორჩება ჭარბი ელექტროენერგია, ამ შემთხვევაში უნდა მიაწოდოს ქსელს. აქედან გამომდინარე, ჩვენი რეკომენდაციების მიხედვით 100 კილოვატზე მეტი არ უნდა იყოს დადგმული სიმძლავრე ასეთი ტიპის წარმოების სადგურებისა. ზოგადადაც ევროპაშიც უფრო არის ბევრად მცირე სხვრები განსაზღვრული, ვიდრე ჩვენ გვაქვს საქართველოში 500 კილოვატი არც მახსენდება საერთოდ სადმე რო შევხვედრო და ერთადერთი მაგალითი სომხეთი არის, რომელიც რა თქმა უნდა ევროპულ კანონმდებლობას არ ნერგავს, თუმცა ზოგადად არის 10 კილოვატის ფარგლებში უფრო გვხვდება ხოლმე დადგმული სიმძლავრის ზღვარი ევროპაში. ამერიკის შეერთებული შტატებისა და დონალდ ტრამპის მხრიდან გაზრდილი ზეწოლის გამო დანია არქტიკის რეგიონში სამხედრო პოზიციების გასამყარებლად 14,6 მილიარდ კრონს, ანუ თითქმის 2 მილიარდ დოლარს დახარჯავს. ამის თაობაზე როიტერი დანიის მთავრობაზე დაყრდნობით წერს. თეთრ სახლში დაბრუნებისთანავე დონალდ ტრამპმა გრენლანდიაზე კონტროლის გავრცელების შესახებ დაიწყო საუბარი, მიუხედავად იმისა, რომ გრენლანდია დანიის ნახევრად ავტონომიური ტერიტორიაა. იანვარში ტრამპმა დანიას მოუწოდა კონტროლისაგან გაათავისუფლებინა ამერიკის შეერთებული შტატებისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი არქტიკის კუნძული. დანია ბოლო 10 წლეულია სამხედრო ბიუჯეტს ამცირებს, გასულ წელს ქვეყანამ მომდევნო 10 წლიან პერიოდში ამ მიმართულებით 190 მილიარდი კრონი გამოყო, რომლის დიდი ნაწილიც, როგორც ჩანს, სწორედ ამ ინიციატივის განხორციელებას მოხმარდება. მიუხედავად იმისა, რომ დანია გრენლანდიის თავდაცვასა და უსაფრთხოებაზეა პასუხისმგებელი, კუნძულზე დანიის სამხედრო წარმომადგენლობა მწირია. ამჟამად დანიის სამხედრო ძალა 4 საინსპექციო ხომალდს, ჩელენჯერის სათვალთვალო თვითმფრინავს, სამარხილე ძალების 12 საპატრულო ეკიპაჟს აერთიანებს. ინიციატივის ფარგლებში გამოყოფილი ბიუჯეტი 3 ახალი საზღვაო გემის, გრძელრადუსიანი სამოთოყურო დრონებისა და სატელიტის შეძენას მოხმარდება. პოლიტიკური პარტიების შეთანხმება, რომელიც ინიციატივის ფინანსების მოძიებას ითვალისწინებს, მიმდინარე წლის პირველ ნახევარში გასაჯაროვდება.
ვისალ ჯგუფის პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე რადიო თავისუფლების ინფორმაციაზე, რომელიც მის შესაძლო დასანქცირებას ეხება, პირველ კომენტარს აკეთებს. BMG-თვის გაგზავნილ წერილობით პასუხში ბიზნესმენი 5 პუნქტად წერს, რატომ იქნება მისი სანქცირება არაობიექტური. ეს ჰიპოთეტურ დონეზეც კი სრულიად უსამართლო და არაობიექტურია ჩვენი ჯგუფის მიმართ და ეს ყველამ კარგად იცის. მათ შორის იმ ადამიანებმაც, ვინც მონაწილეობდა ამ პროცესში. მეორე, პირველი დღიდან ბიზნეს საქმიანობას ვეწევით დასავლური ღირებულებებისა და ასეულობების შესაბამისად და ამასაც ყველა გრძნობს და იცის, ვისაც ერთხელ მაინც ჰქონია შეხება ჩვენს ჯგუფში შემავალ რომელიმე კომპანიასთან. მესამე, არც ერთ ხელისუფლებას არ ვაფინანსებდით როდესმე და ესეც ყველამ კარგად იცის. მეოთხე, ჩვენ ყოველთვის ვიყავით პოლიტიკურად ნეიტრალური და ყოველთვის ვართ ჩვენი ქვეყნის, საქართველოს მხარეს და ეს ასე იქნება მომავალშიც. ამასთან, ვართ მსხვილი ბიზნესი და ბუნებრივია ყოველთვის გვქონდა და მომავალშიც გვექნება ნორმალური ურთიერთობა ხელისუფლებასთან და ეს მთელ მსოფლიოში ყველასათვის მარტივად გასაგები მოცემულობა. მეხუთე, 1998 წლიდან ამერიკის შეერთებული შტატებია სწორედ ის ქვეყანა, რომელთანაც ყველაზე მჭიდრო კავშირები მაქვს. ამას გარდა, წლების მანძილზე მუშაობდი ამ თემაზე და დღეს საქართველოში წარმოვადგენთ 3 ძალიან ცნობილ, ძალიან წარმატებულ ამერიკულ ბრენდს Wendy's, Dunkin'-სა და Subway-ს. როგორც აღნიშნე, ამ ყველაფრის გამო ამერიკის შეერთებულ შტატებთან მაქვს მჭიდრო ყოველკვირეული კავშირი და ესეც ყველა მიცის, ვინც მიცნობს. ვინც არ მიცნობს, გამიცნობს და მიხვდება. და ბოლოს, ბუნებრივია ჩვენ მარტივად შევძლებთ დავიცვათ და დავამტკიცოთ ჩვენი სიმართლე ნებისმიერ დონეზე აღნიშნული საჭიროების შემთხვევაში. სახელმწიფო ვანის მუნიციპალიტეტში 2060 ჰექტარი მიწისნაკვეთი 59 წლის ვადით კომპანია კურორტ საირმეს გადასცა. მთავრობის 2025 წლის 20 იანვრის 104 განკარგულების მიხედვით კომპანიამ ყოველწლიურად საიჯარო ქირის სახით 1000 ლარი უნდა გადაიხადოს. დოკუმენტის თანახმად სახელმწიფო კურორტ საირმეს ვანში არსებულ მიწისნაკვეთს, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების არის გარკვეული ვალდებულებით გადასცემს, რაც გაზაფხულზე გამოცემული მთავრობის განკარგულებაშია გაწერილი. კონკრეტულად კი მთავრობის 2024 წლის 24 აპრილის 609 განკარგულებით საინვესტიციო ვალდებულების მიხედვით 8 წლის განმავლობაში კომპანიამ 750 ნომრიანი სასტუმრო უნდა ააშენოს. ასევე განავითაროს სარეკრეაციო სივრცე, მოაწყოს სათხილამურო ტრასები და ტერასები. ასევე კომპანიამ მომდევნო 8 წლის განმავლობაში უნდა დაასაქმოს მინიმუმ 100 ადამიანი არანაკლებ 2 წლის ვადით. ბათუმის პორტს ტვირთბრუნვა გაეზარდა. ნავსადგურის სტატისტიკით 2024 წელს ბათუმის საზღვაო პორტი 3.600.000 ტონა ტვირთს მოემსახურა, რაც წლიურად 9%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. აღსანიშნავია, რომ პორტი მოემსახურა 1.800.000 ტონა, ტონა ნავთობსა და ნავთობპროდუქტებს, რაც 2023 წელთან შედარებით 12.5%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. 1.800.000 ტონა საბორნე ტვირთი იყო, აქ ზრდა 5.9%-ია. 16.3%-ით შემცირდა პორტში გადამუშავებული კონტეინერების რაოდენობა, რამაც 91.200 ერთეული შეადგინა. მთლიანობაში პორტმა 552 გემი მიიღო, 41 გემით ნაკლები, ვიდრე 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში. საქართველომ 2024 წელს $5.100.000 ღირებულების 7.317 ტონა ვაშლი იყიდა, რაც თანხაში 70%-ით, რაოდენობაში კი 48.1%-ით მეტია. მთავარი იმპორტიორი ქვეყანა თურქეთია, საიდანაც საქართველოს პროდუქტის 53% შეიძინა. იმპორტიორი ქვეყნების ტოპ ხუთეული ასეთია: თურქეთი $2.200.000, უკრაინა $1.800.000, სომხეთი $452.200, ირანი $326.600, პოლონეთი $101.300. პარალელურად სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით 2024 წლის 1 აგვისტოდან 2025 წლის 26 იანვრის ჩათვლით საქართველოდან ექსპორტირებულია 9100 ტონა ვაშლი, რომლის ღირებულება $5.800.000 შეადგინა. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტირებული ვაშლის რაოდენობა 7600 ტონით, ხოლო ღირებულება $4.800.000-ით 6 ჯერ არის გაზრდილი.